მადლობთ, დიდი მადლობა, მოგესალმება თუანო ჯავახიშვილის შოუ, ძალიან საინტერესო კვირა გქონდა ძვირფასო მეგობრებო, მაშასე დავიწყებ. ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს წინასაარჩევნო შეხვედრებს და საკუთარი თავის ქებადიდებას რეგიონების ჟურნალისტებთან. გუშინ მან ქართული ოცნების ფეხქვეშ გამოსაცხელი მიწა კიდევ 10 მეტრით გააღრმავა. ჩასული იყო ერთ რეგიონში. მორიგ შეხვედრაზე ბიძინამ განაცხადა, რომ ჟურნალისტები იმიტომ ხვდებიანო, რომ ძალიან საინტერესო პიროვნება ვარო. ამჯერად ძალიან საინტერესო პიროვნება კახეთის ჟურნალისტებმა დაათვალიერეს. მარტო საინტერესო კი არა, მე ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ ამოუწურავი პიროვნება. წიგნი ხართ. აი გეტყვით პირადად, წიგნი ხართ ბატონო ბიძა, რომელშიც ყოველი ახალი წაკითხვისას ახალს აღმოაჩენთ. უბრალოდ მე მეშინია ისე სიღრმისეულად არ შეგისწავლოთ ხალხმა, რომ არჩევნების შემდეგ თაროზე შემოგდონ. არის ესეთი ვერსია. ივანიშვილმა აღიარა, სულ არ სიამოვნებს ეს რეგიონებში სიარულიო. საერთოდ არ სიამოვნებს, მაგრამ ხალხს უნდა დავეხმარო სწორი არჩევანის გაკეთებაში. მოკლედ ეს კაცი არის ჩვენი ვარსკვლავი, ძვირფასო მეგობრებო. ვარსკვლავი, ოღონდ ციდან მოწყვეტილი კი არა, რეალობას მოწყვეტილი ვარსკვლავია. რეალობას მოწყვეტილი ეს გრძელდება, რა ვქნათ, ივანიშვილის თემას ვერაუვლით, იმიტომ ძალიან ბევრ მარგალიტებს ისვრის. მაშინ გავაგრძელებ. ივანიშვილმა საინტერესო განცხადებაც გააკეთა, ეს ვიდეო ვნახოთ. როგორც ვთქვი, მოვალ, დავალაგებ, წავალ. მოვედი, დავალაგე და წავედი და თანაც ზუსტად გავთვალე დროს. ნაწილობრივ გეთანხმებით ბატონო ბიძინა, რომ მოხვედით, ყველა ვნახეთ. წასვლაც ყველა ვნახეთ. ხო და რაღა მაინც დალაგების პროცესი გამოგვაპარეთ თქვენ კაი ადამიანები. რო ვიცოდეთ რა დროს დაალაგეთ, რომ ვიცოდეთ ხალხმა. დიდმა ორატორმა ასევე თქვა, რომ საჯარო ცხოვრება არ მხიბლავსო მეო. მე მიყვარს ბაღი და პირველ რიგში ადამიანებიო. აი რას ნიშნავს ტვინი რო ენას უსწრებს. თორე ხო იტყო და პირველ რიგში ადამიანი მიყვარსო და მე ბაღიო. მაგრამ რა თქმა უნდა გაუსწრებო ბაღმა. ეს ახლა პრინციპში ისიც ეგრე არ არის, ჯერ ბაღი შექმნა და მე ადამიანი. ბიძინა მინისტრებზეც ისაუბრა, ხადური ძალიან კარგი ფინანსისტიაო, არადა საჭმელს უთვლიდნენ ამ კაცო. საჭმელს უთვლიდნენ, აი ესე დღეში ჩააგდესო. ბატონო ბიძინა, ყველას გვაქვს უფლება საკუთარი საჭმელი დავითვალოთ. მით უმეტეს ჩვენი ფულით რომ არის ნაყიდი და სხვა გვიჭამს. გვაქვს ამის უფლება. ყოფილ თანაგუნდელებსაც გადაწყვეტა გუბას სანიკიძეს გადაწყვეტა გუბას სანიკიძე მილიონი ვერ იშოვა და მე მადანაშაულებსო ამაშიო თქვენი რა ბრალია ბატონო ბიძინა თქვენ ვინც მოიყვანეთ ხელისუფლებაში ყველა მიშოვა თითო მილიონი და ახლა გუბაზმა თუ ვერ ივარგა მაგან ახლა თავის თავს დააბრალოს კაცო გუბაზმა თუ ვერ გამოიჩინა თავი მოკლედ შეიძლება ითქვას ბრედ ივანიშვილი და ანჯელინა სანიკიძე სამუდამოდ დაშორდნენ ერთმანეთს სამუდამოდ გაწყდა მათ შორის კონტაქტი ჟურნალისტებთან ივანიშვილმა გოგა ხაინდრავას ფილმზე ჰეროკრატიაზეც ისაუბრა, ეს ვიდეო ვნახოთ. მე გეტყვით, რაგანს გინდა ძალიან რომ ფილმს შევეხო. პირველ ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, რომ ცუდად გახდა. მე უყვებოდი, ცრემლის გარეშე ვერ მოუყევი. აი თუ გნებავთ, აი ესეთი შტაბეჭდილება მოახდინა ამ ფილმმა. ცრემლის გარეშე ვერ მოუყვა და ნუ ესეთ მდგომარეობაში, აბა რა იქნება კაცო. როგორი ამხელა ფულს რო ჩადებ ფილმში. და იმედებს არ გაგიმართლებს ახლა გული გამისყდებოდა მაგალითად, შეუულებრია. ბიძინა მართლა ბევრი იტირა თურმე ამ ფილმზე, ბოლოს ბედუკაზემ დააწყნა დამშვიდით, ბატონო ბიძინა ფილმიაო ესო, მართალი კი არ არის. ისავიორი ჟურნალისტმა ამ ფილმის დაბალ რეიტინგზეც კითხა, რაზეც სწორი ანალიზის პედაგოგმა ასე უპასუხა, ნახოთ. მე არ მივადევნებ თვალს რეიტინგებს, თქვენ ვინ უძანდებით? რუსთავი, გასაგებია რომ რეიტინგი არ აგახსნათ. გასაგებია. აი ახლა ბატონო ბიძინა ქვეყანას უკუღმა მართავ, მაგრამ რეიტინგის ფურცელი მაინც გადმოატრიალეს, შეკაი ადამიანი წაღმარო გიჭირავს. 3 ოქტომბერს არჩევნებამდე 5 დღით ადრე მთავრობა გეგმავს წინა ხელისუფლების საჯარო სასამართლოს მოწყობას. აი ამას ქვია მთავრობის დაუოკებელი ჟინის ცალმხრივად დაკმაყოფილება. ერთი სიტყვისაც შეიძლებოდა ამის ხონა, ბავშვები გიყურებენ ახლა უხერხული არ შეიძლება. პრემიერმა კვირიკაშვილმა ამომრჩეველს სენტიმენტალური მონოლოგით მიმართა. ესეთი რაღაც თქვა. მინდა როგორც თქვენმა მეგობარმა გთხოვოთ, ყველამ ერთად შევქმნათ ის ძლიერი ენერგია, რომელიც მძივებად აკიძავს მთელ საქართველოში ყველაზე პატარა პოზიტიურ მუხტსაც კიო.
და იქვე იგივე პათოსით დაამატა მე. და საერთოდ ხალხო, რატო ხართ ასეთი მკაცრები რომ მაკრიტიკეთ? მე ხომ ერთი პაწაწინა თოხით არ ტოვარო. ველოდებოდი რომ ესეთი გაგრძელდებოდა ეს. კახიკალაძემ კი ოცნების 4 წლიანი მუშაობა ასე შეაფასა, შეგვიძლია ჩვენი განხორციელების პროექტებითო თავაწეულებმა ვიაროთო. თავაწეულებმა ვიაროთ, ხედავთ? ჯერ არაფერი გაუკეთებია და უკვე თავაწეულები დადიან. გეხოცებით, მართლა არაფერი გააკეთოთ, თორე შეიძლება კისრები გადაგწყდეთ და უხერხულია. სხვათა შორის ბატონო კახი, თქვენი წყალობით ხალხი თავაწეული დადის, მართლა იმიტომ რომ როცა მიწაზე ყველაფერი ცუდათაა, ხალხი ციდან შველასების. თავი გაწეული ყველა აბსოლუტურად. ოცნების მცხეთის მაჟორიტარმა კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ საინტერესო განცხადება გააკეთა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, ეს ვიდეო ვნახოთ. მე ვფიქრობ, პოლიტიკოსი უნდა იყოს ყველგან პოლიტიკოსი და იგივე თქვა მინისტრი, საძინებელში უნდა იყოს მინისტრი. საძინებელში უნდა იყოს, რა ვიცი, ბატონო დიმიტრი, მე მაგაში ვერ ჩავერევი ახლა. ეგ ყველაზე კარგად იცის სუსმა. საძინებელში რომელი მინისტრი მართლა მინისტრია და რომელი მინისტრი უბრალოდ რიგითი ჩინოვნიკი ახლა იცის სუსმა. მე მგონი ამათ იქით მიყავთ საქმე რომ გაჭირებული კაციც საძინებელში გაჭირებული რო იყოს. მაგრამ ვერ ეღირსებით ამას. ქართველების გამრავლებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება, დიმიტრი. ვერავინ აბსოლუტურად. ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მე-12-მე-13 ადგილებზე ერთად არიან მანან კობახიძე და ეკა ბესელია. ხედავთ რა ჭკვიანად მოიქცა ივანიშვილი საარჩევნო სიის პირველი ათეული პროფესიონალებით შეავსო და მეორე ათეულში უფრო ვიზუალურ მდგომარეობებს მიაწვა. ასე რომ მომავალ პარლამენტში ალბათ ისევ გვეყოლება ბესელია და კობახიძე, ანუ ქართული ოცნების ზიტა და გიტა. ქართული ოცნების ზიტა და გიტა სულ გვეყოლება პარლამენტში. ფოთის ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი კი საერთოდ უცნაურ დაპირებას აძლევს ამომრჩეველს, ეს ვნახოთ. ძირითადი პრობლემა მაინც არის დასაქმება. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რაც პროექტები იქნება წარმოდგენილ, ხარჯს დაუჭერ, რომ რაც შეიძლება დასაქმება შემცირებული იქნეს ჩვენ ქალაქში. დასაქმება შემცირებული იქნეს ჩვენს ქალაქში. შეკაიკაცო, რატო იმეორებ იმას, რაც შენმა წინამორბედმა ბესელიამ უკვე გააკეთა? გაშალე ფანტაზია ცოტა. დაპირდი ხალხ, შევამცირებ პენსიებს, გავზდი გადასახადებს და ასე შემდეგ. გასამწარებელი დაპირებების მეტი რა არის? ამოიღე და თქვი ადამიანო, ამ კაცმა როგორც კი ეს თქვა, დასაქმებას შევამცირებო, ფოთელებმა უპასუხეს, შენ აგაშენა ღმერთმა სისულელე კითხვი, მაგრამ ალალმართალი კაცი ყოფილიყარ. რუსთავის მთავრობამ ერთ KFC რესტორანში დახარჯა ბიუჯეტის 12200 ლარი. არ დაეხარჯებოდათ ამდენი ფული, მაგრამ თამადა ყოფილა ისეთი კეთილი, რომ რუსთაველი გაჭირებულების სადღეღელო სულ სათითაოდ დაულებია და მაინც დაიხარჯა ამდენი ფული. ისე რესტორნის დირექციას შეეცოდა თურმე ხალხი და მთავრობას საკუთარი ღვინო შეატანინა რესტორანში, მაინც ცოდვა ხალხი. თორე კიდე მეტი დაუჯდებოდა. აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა პარტიების სარეკლამო ხარჯები, რომლის მიხედვითაც ოცნებას საარჩევნო რეკლამებში დახარჯული აქვს 1,5 მილიონ ლარი, ხოლო პატრიოტთა ალია სულ 260,000 ლარი. ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ გასაგებიცაა. თარხანმოურავი ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს, რომ ეტყობა რეკლამაში არ უთვლიან. მთავრობამ საარჩევნოდ კიდევ ერთი ჭკვიანურ ხერხს მიმართა, რაღაც საქმეს რო გააკეთებენ, ამის შესახებ მოქალაქეებს SMS-ებს უგზავნიან და აგებინებენ. აი მაგალითად ესეთი SMS-ი მოგვივიდა რამდენიმე დღის წინ, თუ შეიძლება ვანახოთ. გაცნობებთ, რომ დასრულდა სასაფლაოებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის პროექტი. წარმატებულ დღეს გისურვებთ ქუთაისის მუნიციპალიტეტი. მალე ალბათ მთავრობას SMS აქციებსაც დაიწყებს ჩვენი მთავრობა. მხოლოდ 3 დღით ახალი დაგებული ასფალტი ვაჟაზე იჩქარე. იჩქარეთ. ესე იგი მართლა პროვოკატორია ეს რუსთავიორი რა. უნდა რომ ხალხს მხოლოდ ცუდი დაანახოს. და თქვენც რატომ უყურებთ ამ რუსთავიორს? რა გეკითხა, რატო უყურებთ? ჩახედე მობილურში, აშენდა ქვეყანა. აშენდა ქვეყანა, დახედე რა მობილურს. მაგრამ ჩვენ თორემ უნდა დაფაროს მე მაგონა დეკრეტი